ესე იგი, მეგობრებო, ჩვენ ამ ქვეყანაში დაგვჭირდა ბევრი წელი, ბევრი ადამიანის ენერგიის ხარჯვა, ძალიან დიდი რესურსის იმაში, რომ ფსიქიატრია და ფსიქოლოგია აღარ ყოფილიყოს სტიგმა. ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ადამიანები მისულიყვნენ ფსიქიატრთან ისე, რომ არ ქონოდათ განცდა, რომ ისინი გაირიყებოდნენ, რომ მათ სხვანაირად შეხედავდნენ, გიშ დაუძახებდნენ. და მათ შორის თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებს აუხსნიდნენ, სწორად რატომ იყო ამის საჭიროება. ფსიქიატრთან მისვლის საჭიროება და სხვათა შორის რომ იცოდეთ, წლების განმავლობაში ფსიქოთერაპია ამ ქვეყანაში ფსიქიატრის რანგში აღიქმებოდა ადამიანები ფსიქოთერაპევტს რო უხსნამდე, მე არ მე გიჟი არ ვარ. პასუხობდნენ. და მე მახსოვს, როდესაც მე ჩავწერე ჩემი პანიკურ შეტევებზე ჩემი ვიდეოები წლების წინ, ადამიანები მწერდნენ, რომ ღმერთო რა კარგია რომ ეს გააკეთეთ, იმიტომ რომ მე ჩემი ოჯახის წევრს უხსნი, რომ შეხედენ ანუყასაც აქვს. და ეს მე ძალიან მეხმარება, რომ მათ აუხსნა, რომ არაფერი განსაკუთრებული მე არ მჭირს და კიდევ ბევრი სხვა ბენეფიტები მოიტანა ასეთი ტიპის ვიდეოებმა, იმიტომ რომ ადამიანებმა გაიგეს, რომ ფსიქიატრთან სიარული არ არის საშიში მათი იმიჯისთვის, მათი რეპუტაციისთვის და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ნაწილში იყო ის, რომ დაცულობა, ანონიმურობა იყო მათი დაცული. ანუ ამ ადამიანების სახელები და გვარები არ ფრიალდებოდა და რატომ არის ეს ცუდი, იცით? აი მე მაგალითად როდესაც ჩავწერე ჩემს პანიკურ შეტევებზე, ჩემ პოლიტიკური ოპონენტები არსებობს ესეთი ძალიან ფსკერი ქალბატონი, ნინო ჭღარკავა, რომელსაც სხვათა შორის არ აწყენდა გამოსავალში სიარული. ნინო ჭღარკავა, რომელიც ამ ჩემს ვიდეოებს აფრიალებდა და ამბობდა, რომ ეს თურმე გიჟი ყოფილაო. ანუ ესეთი ხალხია ქართული ოცნება. რომ როდესაც ჩემ პანიკურ შეტევებზე საუბრობ ღიად და გულწრფელად და სხვას ურჩევ, აძლევ გზას, ეხმარები, გეუბნება, რომ შეხედეთ, აი ეს პოლიტიკური ოპონენტები აი ამისთვის იყენებდნენ ცოდნას და ინფორმაციას შენზე, რომ შენ თუ ფსიქიატრი გჭირდება, შეხედე შენ გიჟი ხარ. და როდესაც კუჭინაწლავის ნაწილზე საუბრობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის დროს, რა დაბალი განვითარება აქვს, ხარ რომ მიგახვედროთ. დადიოდნენ და ეს ვიდეოები ჩემი დაქონდათ, კან ხო ნანუკას გაზები აწუხებს. აი აქამდე დაქონდათ ეს თემა, მენტალური პრობლემების თემა. და ტიპებმა ისიც კი არიციან, კუჭინაწლავის გავლენა, ნუ მოკლედ ახლა არ გვინდა საკეთება. მოკლედ, რისი თქმა მინდა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღეს ქართული ოცნება ახალი კანონმდებლობის მიხედვით ამბობს, რომ მე შენ უნდა აღრიცხვაზე დადგე, თუ მენტალური ჯანმრთელობა გაქვს, თუ ფსიქიატრი გჭირდება და მე ხოლმე ზეგ როცა მოუნდებათ, ამას გამოგიფრიალებენ ჭღარკავები და ამ გვარს სპეციალურად ვახსენებ, იმიტომ რომ ამაზე დიდი ფსკერი, ანუ ყველაზე მეტი ფსკერია ქართულ ოცნებას ვინც კი გააჩნია და ანუ ასე დაიწყებენ შეწინააღმდეგ ბრძოლას, რომ აი შემდეგ ეს გამოიყენენ კომპრომატად და თუ ყველაზე საშიში, რასაც აკეთებენ არის, როდესაც ამბობენ, რომ თუ ადამიანი დამოკიდებულია ნარკოტიკზე, სხვადასხვა ადიქშენები აქვს, თურმე ის ადამიანს აღრიცხვაზე უნდა დადგეს და მისი სახელი და გვერდით უნდა ვიცოდეთ, თან რას მეუბნებით, რომ ამ რეალობაში ვინმე, რომელიმე ადამიანი, რომელიც მუშაობს ამისა არ უნდა ამის გასაჯაროება, მუშაობს, წვალობს თავის თავზე, ანუ გარდამცემ სამსახურში მუშაობს, საკუთარ თავზეც მუშაობს, რომ დასძლიოს ეს ურთულესი პრობლემა და დღეს რომ ამას გამოიყენებენ, თუ რამეს განსაკუთრებით სხვანაირ პოსტს დაწერს, მე რომ ადგენენ და გამოუფრიალებენ. ეს საშიში არის იცით რისთვის, არ შეიძლება ადამიანის მართვა ყველა და როდესაც ყველაფრით და როდესაც რომ საბჭოთა საქართველოს ამ მეთოდებს გულისხმობთ, იმიტომ რომ ეს იქნება ხელსაწყო ქართული ოცნების ხელში, რომ თუ რამე არ მოიწონება ჩენში, თუ რამეს ისეც არ გააკეთებ. ადგებიან და ამას გამოიყენებენ იარაღად ჩვენს წინააღმდეგ. სხვა რაღაცისთვის ამას არ იყენებდნენ, ამას იყენებდნენ ადამიანების გასაშავებლად და ადამიანების გასარიყად და ადამიანების სამართავად, იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ მათზე ეს ინფორმაცია და გასაჯაროება ინფორმაციით მოწყვლად გახდიდა ამა თუ იმ ადამიანს და შემდეგ უფრო მარტივად მართულს და მოკლედ რომ იცოდეთ, ეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც უნდა დადგნენ აღრიცხვაზე ადამიანები, რომლებიც იულიან ფსიქიატრ და რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დამოკიდებულებები, არის ბოროტება, ანუ ეს ნიშნავს, რომ შენი მოქალაქე არ გიყვარს. ყველაფერს განიხილავ პოლიტიკურ ბერკეტის ჭრილში და შენ არ გიყვარს შენი მოქალაქე, არ გიყვარს ადამიანი. აი ამას ადასტურებს ქართული ოცნება.